მე არ უნდა შემყავდეს ბავშვი ქართულ ცეკვაზე. ხო, ნაზიხელი არ უნდა მანახო იქ რა. ჩემ გამო გაჩერდა მე მთელი ანსამბლი მომავალ თაობას ღუპავ რა. არავის არსად არაზრს არ მიუწვევი ვარ. იდენტობა არ უნდა დაკარგო. თიულური არ უნდა მიცეკო იქ. ეგ უნდა გინდოდეს რომ შენი გაზრდილი მოცეკვავე წავიდეს. არ უნდა აცეკო. ქრისტიანი ბიჭი მუსულმანი ქალი გამოდის ჩადს ხსნის, რომ არ შეიძლება მოყვარულები ასწავლიდნენ ბავშვებს ცეკვას. ახალი ცეკვა ერისიონის ქალაი ყოფილა გიოზე და მის საცოლეზე. ანუ ამას როგორ ვერაკეთებ რა? უცხომ ყველაზე კარგად იცის. იქ არ გპატიობენ შენ არაფერს. ცეკვა ქართული არის სოფლიოს მეორე საოცრად. მოგესალმებით, დღეს ვიღებთ ჩვენი პოდკასტის მეორე ეპიზოდს, რომელსაც უკვე სახელიც აქვს სჯაბაასი. და სჯაბაასის მეორე ეპიზოდის სტუმარი ვინ თუ არა არის ერისიონის მოქმედი მოცეკვავე ჩემი კარგი მეგობარი გიორგი ნოზაძე. მოგესალმები გიო. მიხარია შენთან ყოფნა, იმიტომ რომ ძალიან კაი საქმეზე გაქვს ხელი მოკიდებული და მინდა რომ ძალიან პოპულარული გავხადოთ ეს სფერო რა. იმედია პატარა წვნის მეც შევიტან ამ ამბავში. პატარას არა, დიდს. დიდი მომავალი გექნება ესე მგონი. აი, გიორგი არის ძალიან საინტერესო პიროვნება. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ერისიონის მთავარი სოლისტი როგორ გახდა. ეგეც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მე რამდენადაც ვიცი, შენ დაიწყე ბავშვთა ანსამბლიდან, როგორც თითქმის ყველამ. ანუ იმას გულისხმობ, რომ ერისიონის რაღაც ანსამბლში არ გივლია და იქ არ ყოფილხარ, შენ თემქაზე რა და არის დასამალი. თემქაზე დავიწყე ვაჟა კუბატაძესთან ცეკვა ანსამბლი ახში. და ყველაზე დიდი მადლობა მაგ ადამიანებს რა, ვაჟას, მაიას, ბელას და ბაჩოს რა. ბაჩოს კიდე განსაკუთრებულად, იმიტომ რომ ბაჩომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ეხლა როგორიც ვარ ისეთი ყოფილიყავი. მართლა და უღალავი შრომის შედეგია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ დღეში მართლა ბოლოს უკვე რომ გადავწყვიტე რომ სახელმწიფო ანსამბლში ცეკვა მინდოდა, კვირაში 6 დღე ვარჯიშობდით ხოლმე, აი როგორ რეჟიმში იცი, აი ვერ აგიხსნი რა, იმიტომ რომ რაღაცა мотиваცია გქონდა, სურვილი გქონდა, გვინდოდა. აი შინაგანად გვინდოდა რომ ესე ყოფილიყავით და ავი რა საბოლოო ჯამში მაგ ადამიანების შრომამაც შედეგი გამოიღო რა. მოდი აი მაყურებელს რო უთხრათ, რა ხდება იმის მერე შეაბიჯებ ერისიონის შენობაში. აი ბავშვი ხარ, რამდენი წლის იყავი? ერისიონში რომ მივედი სტაჟიორებში ვიყავი 17 წლის სავარა. ხო, 17 წლის ვიყავი, 17 მე მგონი იქ გავხდი, იმიტომ რომ 2016-ში მივედი, 16-ის ბოლოსკენ მივედი ერისიონის სტაჟიორებში რა და 2018-ის დასაწყისში უკვე ანსამბლში გადავედი და ანსამბლში დავიწყე მოღვაწეობა. და რა ხარ სიტუაცია როგორია? ხომ მიდიხარ თავიდან ნერვიულო ყველა. თავიდან აი როგორის ხო რა, თავიდან ვერ იაზრებს სად მიდიხარ რა, აი რა სად ხარ. და იქ რო შედიხარ და უცებ ხვდება გარემო, შენს კარგად იცი იქ რა გარემო იყო ხო და ამხელა დაწერია ერისიონი უკვე პირველ რიგში პასუხისმგებლობას გზნობ დიდს რა. პასუხისმგებლობას გზნობ ჯერ საკუთარი თავის და მერე იქაურობის და პლუს იმას კიდე იმ ადამიანებისთვის გზნობ პასუხისმგებლობას, ვინც გაგზარდა და იქ გაგიშვა რა, იმიტომ რომ არ გინდა რომ იმათი სახელი შეარცხვი. ბევრ რაღაცაზე ფიქრობ ძალიან. შეიძლება როგორ ის მოგივიდეს იცი, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი რა, ანსამბლში რო გადავედი ერისიონში მოკლედ. ბატონი ჯემალ ჭკუასელი იყო შემოსული მაშინ ანსამბლში რეპეტიციაზე იყო და ნუ ხელმძღვანელები ქალბატონი ეკა, მაშინ ლევან ყუბლაშვილი იყო ჩვენი რეპეტიტორი და რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი რა, აი 5 წლიდან რო აჭარულის ერთ პატარა მოძრაობას ვაკეთებდი, ნუ რაღაცა ტრენაში იყო ჩასული ის მოძრაობა და უბრალოდ ეს ადამიანები რო წინ მედგნენ ვერ გავაკეთე რა. და ნუ ჩემ გამო გაჩერდა მე მთელი ანსამბლი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ გავწითლი, გავშავდი და თან ბიჭო თავკუთარ თავს ვეკითხები რომ მეთქი. ანუ ამას როგორ ვერაკეთებ რა, მაგრამ ნუ ხო მაინც ნერვიულობა და ნუ ეგ იყო, აი ეგ რო გადავლახე მე უკვე всё რა. გადადიხარ ანსამბლში? ხო, გადადიხარ ანსამბლში და დიდი ამბები. პირველი ყველაზე მაგარი გზნობა არის ეგ რა, იმიტომ რომ იცი რა არის, როცა ფილარმონიის სცენაზე დგები, აი სამყარო ქრება რა. უკან რა ფილარმონიაში მქონდა რამდენჯერ გიონაცეკვი იცი? აი ლიახვიდან ბავშვთა ანსამბლიდან ძალიან ბევრჯერ ზეპირად ვიცოდი ყველა გასასვლელი გამოსასვლელი კულისი, აი ძალიან ბევრჯერ მქონდა ნაცეკვი იქ რა. და აი ძალიან დიდი დამსახურებაა ვაჟა კუბატაძის, იმიტომ რომ ბავშვებს აჩვევს თავიდანვე სცენას რა. და შენ როცა ბავშვთა ანსამბლში ცეკვავ და 10 წლის ხარ, 11-ის ხარ, 15-ის ხარ თუ 7-ის ხარ, შენ როცა იმის გამოცდილება გაქვს, რომ ამ ხელა სცენაზე გამოხვიდე და იცეკო, ეს მერე ძალიან მაგრად გადგება უკვე დიდობაში და პროფესიონალობაში რა, იმიტომ რომ
ყოფილან ადამიანები, ვისაც სახელმწიფო ანსამბლში უცეკვია და პირველად სახელმწიფო ანსამბლში ყოფნის დროს პირველად შესულან ფილარმონიის სცენაზე რა. და მე ეგ დამოკიდებულება არ მქონდა, იმიტომ რომ ფილარმონიის სცენა ძალიან კარგად ვიცოდი. მაგრამ ამავდროულად იმ დროს იქ პირველ კონცერტზე ანსამბლერისთან ერთად რო შევედი, კინაღამ დავიკარგე სცენაზე, მეთქი ანუ სად დავარ, ვერ გავიგე რა, უცებ ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდი, რომ უკანა ეს მომღერლები, მუსიკოსები, იქით დრამი, დუდუ, აი, ყველაფერი, ბას, გიტარა, რაღაცეები და უცებ გამოვიხედები და ეს ფილარმონია ხო სავსე და ბოლო მომენტი მახსოვს, ყველაზე, ანუ ეგ პირველი კონცერტის ბოლო მომენტი მახსოვს, ყველაზე მეტად რომ მორჩა უკვე და პაკლონის რო მოდის და ბატონი ჯემალი იყო, მაშინ ჯემალის რო შემოვიდა, ბატონი ედიშერის რო შემოვიდა, ეკაც ქალბატონი ეკაც რო შემოვიდა და აი უკვე რო მრავალჟამიერი დამთავრდა და ტანში რო წამოვიდა, დედას გეფიცები, შრუანტელმა რო დაიწყო ტანში სიარული, აი არ გაჩერდა რა. ეგეთი გზნობა ცხოვრებაში არ მქონია და ალბათ შეიძლება აი მხოლოდ მაგ დროს მაგ ეგ ემოციები რა. ანუ ფილარმონიას აქვს ეგ განსაკუთრებული უნარი, რომ აი ყველაფერი განგაცდებინოს თუ აი ფილარმონია არის ჯადოსნური. აქვს ხო ეგ მაგია. ძალიან ბევრ სცენაზე მაქვს ნაცები. დაახლოებით 25 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მოკლედ რო ვთქვათ ეხლა რა. ფილარმონიის ნაირი საპასუხისმგებლო კონცერტი არ არსებობს. და რატო? პირველ რიგში იმიტომ რომ თბილისში. მეორე რიგში იმიტომ რომ შენიანი მაყურებელია. მერე იმიტომ რომ ვინც მაყურებელი ზის შენიანი არა შენიანია დედა, მამა, ნათესავია, ძმაკაცია, უცხომ ყველაზე კარგად იცის. ვინც არ უნდა იყოს ქართველმა მაყურებელმა შენ რასაც სცენაზე აკეთებ იცის. ხო, იმიტომ რომ გენში გაქვს, იმიტომ რომ სისხლში გაქვს. არ არსებობს ქართველი კაცი, რომელმაც 1-2 ჭიქა შეიძლება დალიოს და აჭარული სიმღერაზე არ ადგეს და რაღაცა არ გააკეთეს. ხელი ვერ გაშალეს. არ არსებული ამბავია რა, იმიტომ რომ ეგ გენში გაქვს რა, შენშია ეგ. და შესაბამისად, როცა ესეთი კულტურის მატარებელი ხარ, მაყურებელმა ყველაფერი იცის. იქ არ გპატიობენ შენ არაფერს. ვერ გაპატიებენ. არც უნდა გაპატიო. შენ თუ თბილისში ფილარმონიაში გამოდიხარ და მაგარი ხარ, ესე იგი ყველგან მაგარი ხარ რა. რა სპეციფიკა აქვს აი უცხოეთში ხა ესე დიდ სცენაზე მე პირადად არ მქონია მაგის სიამოვნება რომ გამოსულიყავი დიდი აუდიტორიის წინაშე უცხოეთში ესე. უცხოეთში ყველაზე მაგარი რაც არის როცა უცხოეთში კონცერტს ვატარებთ არის ის რომ პირველ რიგში იაზრებ იმას რომ შენ გაქვს საქართველოს კულტურა. და ყველაზე მაგარი ელჩი ხარ შენი ქვეყნის. სადაც ყველაფერს პოლიტიკასაც აი ესე ხაზი აქვს ყველაფერზე გადასმული და ადამიანებს სხვა ქვეყნის და სხვა ეროვნების ადამიანებს სვავ და აცნობს შენ კულტურას, შენ ქვეყანას აცნობს. და ამჯერად ძალიან ბევრჯერ მინახავს საერთოდ პირველად რო უყურებს უცხოელი მაყურებელი და ატირებულან რა. მოსულან და შეუმოწმებიათ რომ ეს ხმლები ნამდვილია. მე პირადად მქონია ისეთი მომენტი, როცა ანუ ვიღაც ბალერინა ესწრებოდა და ანუ ცერებზე რო ვიდექით და რაღაც მოვიდა და მეუნებოდა რომ შენ პუანტები გაცვიო და მეთქი ხალბატონო არ მაცვია პუანტები. თითებზე ვდგავარ რა, არ მაცვია პუანტები. ხო ეს ზოგს ანუ მართლა ესე გონია და ესე ჯერა ბევრს გონია ის რომ ეს ხმლები ბუტაფორია, მაგრამ მე იდეაში რომ მოდიან და ხო რო ნახულობენ რომ ეს მართლა ხმარია და ჩვენ მართლა მუხლებზე ვეცემით და ცერებზე ვდგავართ, მე ეს ჩათვალე ორჯერ უფრო შოკის მომგვრელია მაგას. ხო, აბარა იქნება. რა თქმა უნდა. ჩვენ ხო შეჩვეულები ვართ მაგას. აი წინას ჯაბაასეც ეგ ვთქვი რა, აი თითქოს შევეჩვით იმას, რომ ხო ეს აი ჩვენია, ესე უნდა იყოს. არაფერი განსაკუთრებული აღარ არის. და ამ დროს რაღაცა არა და ყველაზე განსაკუთრებული რაღაც გაქვს. ნახე ქართული ხალხური ცეკვა და ქართული ხალხური სიმღერა მსოფლიოში არის ერთი. მეტი არ არის. რა თქმა უნდა. ნახე არსებობს ხო ხე ცეკვაზე რა ხამაპარაკობ, ცეკვაზე ვილაპარაკობ. პასადობლე შეიძლება იცეკვას ქართველმაც, უკრაინელმაც, ბელარუსმაც, ამერიკელმაც, ყველა. ამას სხვა ვერ იცეკვებს. იმიტომ რომ გენში არა აქვს. მოძრაობას ისწავლის, მაგრამ ვერ იცეკვებს. იცი რა არის, როცა შენ ესეთი განსაკუთრებული რაღაც გაქვს, ამას ჭირდება ძალიან დიდი დაფასება. მრავალხმიანობა არის. ანსამბლ ერისიონის ნამღერი ჩაკვდილო გაგზავნილია კოსმოსში. ეს რამხელა მაგაზე ვიდეოც მაქვს გაკეთებული. ვიცი ნახე. აი ეს რამხელა რამეს ნიშნავს, იცი? ძალიან დიდი რაღაც. თან რა დროს საბჭოთა კავშირის დროს. და მე ამას ნახე, საქართველოს არის ძალიან პატარა ქვეყანა. და აქ ძალიან ბევრი რეგიონი, ხო? ყველა რეგიონს და ყველა კუთხეს აქვს თავისი დამახასიათებელი კულტურა. ეს კულტურა ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება.
შესაბამისად არც სიტყვაზე ვამბობ გურული სიმღერა და კახური სიმღერა ერთმანეთს არ გავს და არც ოსური ცეკვა და მთიულური ცეკვა ერთმანეთს არ გავს. ორივე ხო ქართულია. მაგრამ ეს რეგიონალურად იმ დონეზე და კარგად არის დალაგებული და დაყოფილი, რომ ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ საერთო ჯამში ერთ დიდ ერთიანობას ქმნის რა და რა მაგას ქვია მე ქართული რა. ძალიან კარგად ხსნია. გეკონება, წიაცა უმზადებული აქვს ტექსტი, მაგრამ მართლა აი არაფერზე არ გვისაუბრია კამდე. არა, ხო. დავსხედით ლაპარაკი დავიწყეთ, კამერები მოიმზადა დავიწყეთ ჩაწერა. იცი რა არის კიდე მან ყველაზე მთავარი ისტორია. რა ისტორიას გიყვება რა, მოძრაობა, ქორეოგრაფია, სცენაზე რო გამოდიხარ. შენ როგორც მაყურებელი ხარ, იქ რო ზიხარ პარტერში და გვიყურებ შენ სცენაზე, შენ არ უნდა აღიქვა ის, რომ აუ ეს გამოვიდა და მუხლებზე დაეცა და რამაგრა დაეცა. რა თქმა უნდა. ნახე, შინაარსია მთავარი. შენ რო გამოდიხარ და პარტერში რო ზიხარ და უყურებ სიტყვაზე ცეკვა აჭარულს. აი მაგალითად ერისიონის ცეკვა აჭარულზე ვილაპარაკოთ. ერისიონის ცეკვა აჭარული არის როგორი რაღაც იცი? მან არის რელიგიას გაერთიანებული. კულტურასთან ერთად რა, რომ აი ეს ქალი რო ჩადრით გამოდის და ეს ახვეული რო აქ და ბიჭი გამოდის და ეს ქრისტიანი ბიჭი, მუსულმანი ქალი გამოდის, ჩადს ხსნის. ეს ყველაფერი აზრია, ეს ყველაფერი კულტურა. იქ ყველა მოძრაობას თავისი ახსნა აქვს, იქ ბადისროლა, თევზჭერა, ყველაფერი სხვადასხვა რაღაც არის, მიხვდი? ეს ყველაფერი მე თუ შენამდე არ მოვიტანე და ემოცია შენთან არ გადმოვიტანე და ის ამბავი არ მოგიყევი, იქ რაც ხდება. ჩათვალე სცენაზე ყველა გამოვა და იხტო, ხო, ყველა გამოვა და იხტუნავებს რა. რა თქმა უნდა. შინაარსი. ეგა მთელი მუღამი იმ აკრობატიკასაც და აი ჩვენ ენაზე რო თქვა ტრიუკებსაც, იმასაც თავისი იდეა აქვს, იმასაც თავისი ადგილი აქვს. არ შეიძლება ყველგან ერთი და იგივე რაღაცები აკეთო. არ შეიძლება აჭარულში გამოხვიდე და დვაინოები აკეთო, მიხვდი? იმას თავისი ადგილი აქვს. ისე მაგმხრივ საკმაოდ ცუდი ვითარებაა ბავშვთა ანსამბლებში. პირდაპირ ვიტყვი, ცოტა უხეში ვიქნები ამ ხრივ, მაგრამ უნდა იყო. აი კონცერტებზე რაც ვაკვირდები ხოლმე, რა კაი სიტუაცია. თან როგორ არის, იცი? მე რატომღაც გქონია, რომ ყველა ქორეოგრაფმა თავისი ინდივიდუალიზმი უნდა გამოხატო მაინც რა. ინდივიდუალიზმში ნახე რას გულისხმობ, ქართული ცეკვა ხო განსხვავებულია, ყველა სხვადასხვა შინაარსს ყვება რა. და შენი შინაარსი უნდა მოყვე. აუცილებლად. მე რომ იმას ყვევი, რაც შენ უკვე იცეკვე, რაც შენი მოსაყოლია, შენი ნათქვამია. არ გამომივა ისეთი რა. აი ნახე ხა რაღაცა უნდა გითხრა რა, ნახე მიბაძვა. შეიძლება ერთი და იგივე ისტორია მოვყვეთ მე და შენ ცეკვით. მაგრამ სხვადასხვანაირად უნდა მოყვეთ. ნახე, ქართული ცეკვა გაძლევს იმის საშუალებას, რომ განვითარდეს, განავითარო ძალიან მაგრად და შენი ინდივიდუალიზმი გამოაჩინო იქ ძალიან კარგად რა. აი მანდ ეხლა რაც არის ბაძავს უბრალოდ და სახელმწიფო მასალა ესე იცეკვა, მოდი ესე ხოლმეც. რაღაც ეტაპზე კარგია, მაგრამ რაღაც ეტაპზე თან ცუდია. გააჩნია როგორ ბაძავ. მე რო ზუსტად ერთ-ერთში გადმომიტანო შენი მოძრაობები, ეხლა შენ რასაც ცეკვავ იმას რომ ვაცეკვებ სიტყვაზე აი გიორგი ნოზაძე ეხლა რასაც ცეკვავს და 12 წლის გიორგი ნოზაძეს რო იგივეს ვაცეკვებ არ უნდა აცეკვო არ უნდა ვაცეკვო მაგას ვიძახი ხო ანუ ნახე მეც მან მოვდივარ რა ყველაფერს აქვს თავისი პერიოდი რა პერიოდში რა უნდა იცეკვო რა არ შეიძლება სიტყვაზე ვამბობ ეხლა 12 წლის ბავშვმა იგივე იცეკვოს ზუსტად რასაც პროფესიონალი ჩამოყალიბებული მოსეკვავე ცეკვავს და რატო ეს ბავშვი უნდა მივიდეს იქამდე ეს თუ იქამდე არ მივიდა და იქამდე არ გაიარა აზრი არ აქვს ამას დაიზეპირებს და მე ბაგაჟი აღარ ექნება ტვინში იმან ის რაღაცები უნდა ისწავლოს ის უნდა ტკეპნოს ის ყოველდღიურობა უნდა ტკეპნოს რომ იქამდე მივიდეს ელემენტარული ემოცია როგორ გამოხატავს აბარა რა თქმა უნდა და მე უკვე როგორ არის იცი მე უკვე როცა ამ ყველაფერს ბავშვი გადის ესე ეტაპობრივად მე იმხელა შთაგონების უნარი უჩნდება რომ ამ ყველაფერს თვითონ თავში აზრად მოდის მიხვდი და თვითონ აკეთებს მე ამ ყველაფერს. კაი, ცეკვების აწყობაზე რა ხარ მივედით ამ ამაზე უნდა გავუსვათ ხაზი, იმიტომ რომ მეც არ ვიცოდი. ეხლა ხანს გავიგე და ახალი ცეკვა ერისიონის ქალაი ყოფილა გიოზე და მის საცოლეზე. ანიზე. თურმე აწყობილი. ეს ცეკვა მე ვნახე კონცერტზე. მაგრამ მაშინ არ ვიცოდი ეს ისტორია რომ თქვენზე იყო. ხო, რაღაცა ინსპირაცია გახდა ჩვენი სიყვარულის ისტორია ამ ცეკვის და აი მაგ დროს კიდე ალბათ ცხოვრებაში არ დამავიწყდება ეგ ემოციები, იმიტომ რომ
ძალიან დიდ მადლიერებას და აი ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდი მაგ დროს, იმიტომ რომ აი შენ წარმოიდგინე ხა როგორი მომენტია. ძალიან მაგარი რთული წარმოსადგენი. ძალიან მაგარი. თან ეგეთი შანსი ხო ცხოვრებაში არასდროს არ მოგეცემა ადამიანს. და მე მაგ შანსს კიდე სწორად გამოყენება უნდა რა და მაგას უკვე მაყურებელი განსხვავებული. გუშინდელი ანსამბლი ხო არის თუ აი რა თითქოს 2 საუკუნოვანი ანსამბლი შენი მასასრულოს რა. შენ და შენ საწოლეს ჩვენ გავხდით ინსპირაცია მაგ ყველაფრის და ძალიან უხარული ვარ მაგით რა, იმიტომ რომ ძალიან დიდი მადლობელი ვარ მაგის ანსამბლის ერისიონის და პირადად ქალბატონიკას, იმიტომ რომ როგორი რა არის, იცი, ანუ ჩათვალე ამ ერთი ცეკვით უკვე ისტორია დაიწერა რა. და ეს შემორჩება და სულ იმას ვამბობ ხოლმე რა. აი ბევრ ადამიანს უკითხავს რომ რატო ხარ, აი რატო ცეკვა მაგალითად და რატო სწავლას არ გაყევი, ან რაღაცა სხვა სამსახური, ან რაღაცა მსგავსი. ძალიან სიღრმისეულად რომ დაუფიქრდე. აი მართლა რა. ჩვენ რას ვაკეთებთ ახლა? აი ხელოვანი ადამიანები, მოცეკვავები, ვინც სახელმწიფო ანსამბლში ცეკვავს, ვინც სახელმწიფო ანსამბლში მღერის, ვინც ქართულ საქმეს აკეთებს. რას აკეთებენ ეს ადამიანები? ის ადამიანები დებენ აი პატარა თავის პატარა აგურს დებენ იმისთვის, რომ ეს ქართული კულტურა არ დაიკარგოს და ეს ქართული კულტურა გადაეცეს მომავალ თაობას, როგორც ჩვენამდე მოვიდა. ჩვენ ცოტას განვავითარებთ, ჩვენი პატარა შემოქმედებით რაღაცას იმ პატარა აგურს დავამატებთ, იმიტომ რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ კიდე რაღაცა შეძლოს და დავაინტერესოთ და იდენტობა არ დავკარგოთ. ამ ყველაფერს როცა სიღრმისეულად დაუკვირდები, მართლა ესეა. ჩვენთვის არ არის აი როგორ გითხრა მართლა აი ხო ის ნათქვამი როა რომ სცენის მტვერს რო ერთხელ ჩაკლაპავ მე დამთავრებულია ყველაფერიო ზუსტად ეგრე შენ რო სცენაზე დადგები და აი რასაც აკეთებ იმ ყველაფერს გულით გააკეთებ და ჩოხას ჩაიწმევ ტანზე ჩათვალე მაგას თავს ვერასდროს ვერ დაანებ ეგ შენი ცხოვრების სტილი ხდება აი წერან დასაწყისში მე შენ გითხარი ჩემ გამზდელი ვინც იყო რა ვაჟა კუპატაძე ვინც ცეკვა მასწავლა ჩემ ცხოვრების ლაითმოტივი არის ეგ. ვაჟა კუპატაძე მე რო ცეკვაზე შევედი, სადღაც 5 წელს ვიყავი ცეკვაზე რო შევედი რა. და დაახლოებით მაგ პერიოდში 5-დან 7 წლამდე ალბათ ეხლა არ მოგატყო. ესე იცოდა ხოლმე ბავშვებს დაგვსვავდა და დაგვაყენებდა და გველაპარაკებოდა რაღაცებს. და ყველაზე მეტად რა მახსოვს იცი და ეგ არასდროს არ დამავიწყდება. მეც როცა ბავშვებთან შეხება მქონია და რაღაცა მასწავლებელი ყოფილვარ ესე რომ თქვა ბჭყალებში, აუცილებლად სულ მაგას ვეუბნები მეც. ვერასდროს ვერ გახდები ქართული ხალხური ცეკვის მოცეკვავე თუ შენ ავტობუსში ზიხარ და ქალბატონი ამოდის და ადგილს არ დაუთმობ რა ვერასდროს ვერ გახდები ქართული ხალხური ცეკვის მოცეკვავე და ჩოხას ვერასდროს ვერ მოირგებ ტანზე თუ შენ აი ის ქალის მიმართ დამოკიდებულება არ გექნება მოხუცის მიმართ ის დამოკიდებულება არ გექნება კეთილი თუ არ იქნები და აი ვაჟკაცი თუ არ იქნები ეგ არ ვერასდროს ვერ გახდები ეგ მომდევს მეც მართლა ლაითმოტივა ცხოვრების, რომ ვიცი რომ მანდილოსანი როცა მიდის, კარი უნდა გაუღო და ჯერ მანდილოსანი უნდა გაატარო და მერე შენ უნდა გახვიდე რა. იქ ცეკვაშიც გადგება. და ხო, ცეკვაშიც გადგება ერთია და მერე მეორე ქართული ცეკვა მაგაზია დაფუძნებული. რომ მივყვეთ ეხა ისტორიას მე და შენ, ხო? ქართული ცეკვა ქართული აიღე. ცეკვა ქართული რა არის? ქალის და მამაკაცის ურთიერთობა, ხო? რომ აი გაშლილი ხელისკენ უნდა გეყენოს მანდილოსანი და არც უნდა მიუახლოვდე, ხო? ჩუხის კალთა არ უნდა შეეხო ქალის კალთას. ფარიკაობა აიღე. სად წავიდე შორს რაც პირდაპირ აგერ გაქვს რა სცენაზე ფარიკავა ქალი მანდილოსანი შემოდის და მთავრდება ყველაფერი всё მუხზე ჩოქება და всё ხალად ერთმანეთს ხოცავდით всё მანდილოსანი შემოდის და მუხზე ჯდები და всё მორჩა ყველაფერი აი მანდედან იწყება აი ეგ თუ არ გაიაზრე და ეგ თუ შენში არ ზის მაშინ გამორიცხულია შენ მე სცენიდან ის მაგზნობინო რაც რეალურად არის რა აი მაგაში გეთანხმები ნახე ჩემ შემთხვევაშიც ეგრე იყო კოჩაც ყოველთვის მაგას შეგუდა რომ ბავშვებს ყოველთვის ცდილობდა რომ ეს ქართული რაც არის ნამდვილი ტრადიციული და ეს ქალის პატივისცემა იქნება თუ უფროსის პატივისცემა თუ ერთმანეთის პატივისცემა კატანა გვერდში დგომა ხო ხტები რაც ვაჟკაცურია ყოველთვის ესწავლებინა და ეგრეც მგონია რომ როცა ქართულ ცეკვას ასწავლი მარტო ის არის რომ ხელი კარგად გააშლებინო ბავშვს და რესტორანში მამა არ შეარცხვინოს ანუ ეგეც არის რომ ეგაა ყველაზე ცუდი დამოკიდებულება მშობლების შვილების მიმართ. აი ხო, იმიტომ რომ მე როცა მშობელი ვარ
მე არ უნდა შემყავდეს ბავშვი ქართულ ცეკვაზე იმისთვის, რომ ამ რესტორანში ხელი გაშალოს. ქორწილში არ შემარცხინოს. ხო. აი გარი ყველაზე ცუდი დამოკიდებულება. ჩვენ თვითონ შევცვალეთ, გავაფუჭეთ ქართული ცეკვა მაგ დამოკიდებულებით, რომ რესტორანში არ შევრცხვე ამბავი იყოს, ისე რა ვქნა. ხელი გავშალო. ხელი გავშალო. არა და იდეაში რამხელა საქმეს ემსახურები და სადამდე დაგყავს. ხო. თელი ისტორიის მატარებელი, კულტურის მატარებელი, ტრადიციის მატარებელი, აი რაც მართლა არცეც არავის მითხარია, რომელიც ეკავა, აი შევადაროთ. ბიჭო, ცუდი კი არ არის, ძალიან მაგარია ეგ რესტორანშიც რო ხელს გაშლი. რესტორანი ქორწილშიც რო იცი. ხო, ეგ ც არის. ყველაფერს, მაგრამ იმიტომ რომ იქაც ნახე იმისთვის არ უნდა იცოდე. აჰა. მანდ გეთანხმები. სიმღერაც ცეკვა, აუ ძალიან მაგარი გვაქვს ფოლკლორი რა. ხო, ძალიან მაგარი. ნახე რა არის ყველაზე მთავარი რა არის, იცი? ვერ იმღერებ და ვერ იცეკვებ ისე ვერას დროს. თუ შენ გვერდში მდგომი არ გიყვარს რა, სიყვარულით იწყება ყველაფერი. და სიყვარულით თავდება ყველაფერი. შენ თუ ადამიანობა არ გაქვს და ადამიანური სიყვარულის განცდის უნარი არ გაქვს და შენ გვერდში მდგომი ბიჭი იქნება თუ გოგო იქნება არ გიყვარს როგორც ადამიანი. გამორიცხულია შენი ხელოვნება, შენი სიმღერა იქნება თუ ცეკვა იქნება, კაი გამოვიდეს რა. ვერ გამოვა. იმიტომ რომ თუ არ გიყვარს, ესე იგი მასთან ერთად საქმის კეთება არ გსიამოვნებს. და თუ არ გსიამოვნებს, ეს უკვე ყველაზე თუ არ გსიამოვნებს, მაშინ დაანებეთ. მაშინ ტყუილა. მაშინ ტყუილა ხარ. გაცალები. არის ეს ეგეთი საქმე, რომ არ გსიამოვნებს და მაინც იყო. სიტყვაზე, იმიტომ რომ შემოსავლიანია იმდენად, რომ აი რა არ გსიამოვნებს, მაგრამ რაზე ვაპარაკობთ ახლა მე და შენ ცეკვაზე ვაპარაკობთ ამ ყველაფერს. სახელმწიფო ანსამბლის თავარი სოლისტი. არის ინდონეზე შემოსავლიანი, რომ შეუძლია რომ რაღაცები ცოტა არაო. აი, ეგ ძალიან ცუდი ხო არის. აი, მაგაც ცუდი რა შეიძლება იყოს. როცა ეროვნულ საქმეს აკეთებ რა. კიდე ეგრე. იცი რა არის? ეს სპორტი არ არის, ხა, კაი გავიგე სპორტი ძალიან მაგარია და ძალიან მიყვარს, ყველას მაგრა გვიყვარს. მაგრამ არის ხო დიდი მაგრამ არის თან. ძალიან დიდი. წეგან თავ ნახე რითი დავიწყე ლაპარაკი, რომ სოფლიოში არის ერთადერთი. შესაბამისად ამ ყველაფერს ჭირდება ძალიან ხელის გულზე დარება. მაგ უნიკალურობისთვის იჩაგრება ზუსტად მე თუ მკითხავ. ეს რო იყოს ისეთი ასე ვთქვათ პაპსა სოფლიოში გავრცელებული რაღაცა როგორც მაშინ ბევრი ფული ჩაიდებოდა. ხო. იმიტომ რომ სხვა ქვეყნების ისიც იქნებოდა. ეგრეა. მამის შეჯიბრიც ვერ მოიწყობა რაღაცნაირად, რომ ვერაფერი ვერც უცხოეთში ვერ წახვალ და სხვა ასაფში ვერ გადახვალ რა. ანუ შენი საქმე არის აქ თბილისში, საქართველოში უნდა ჩამოხვიდე. ხო, პროფესიაზე როგორ ჩამოხვიდე, მიდიხარ და იქ. ეხლა სიტყვაზე მოჭიდავ ვერ ხარ წახვალ და შეიძლება იჭიდაო იმ ესპანეთში. ფეხბურთელი ხარ და წახვალ აგერ ხუჩასი არ იყოს გაუმარჯოს ღმერთმა, ჩვენი ქვეყნის ლეგენდა, ხო? ჩვენი ოქროპი. წავა და პარიზში ითამაშებს. შენ ვერსად ვერ წახვალ. შენ წახვალ იქ კონცერტს ჩაატარებ და ჩამოხვალ უკანის. სანახაობას დადგავა ჩვენ. სანახაობას დადგავ როგორც იცი, შეიძლება მთელი პარიზი ფეხზე დაკიდგეს. და ყოფილა ეგეთი, აგერ გადაყევი ჩვენი ანსამბლის ისტორიას. 2000-2002 წელი აღაო შორს მიდიხარ, აგერ ეხლა მოვიარეთ, შარშან ვიყავით ევროპის ტურში. ეს უნდა გკითხო, რატო ერისიონი? აი 17 წლის გიორგი რატო ირჩევს ერისიონს? მე მახსოვს ბავშვობაში მქონდა ესეთი ოთხკუთხედი კასეტები რო იყო, ხო იცი, აქეთ პასტით რო ატყიარებდი და ხო. აი ზუსტად ეგ 2002 წლის თუ 2000 წლის ესპანეთის ისე საფრანგეთის კონცერტი მქონდა ერისიონის რა. და მაგაზე გავიზარდე. ანუ შეპყრობილი იყო შენ ერისიონი. ბავშვობიდან. ეგრე გამოდის. შეპყრობილი არ ვიყავი რა, ეხლა სიმართლე რომ აი გინდა თუ არა ერისიონი და არა, შეპყრობილი ვიყავი ქართული ცეკვით რა. ხო, თავისთავად. და მე რა ვიცი, ალბათ ისე დაალაგდა ყველაფერი და ისე მოხდა, რომ რავი, რატომღაც ავდექით და პირდაპირ მივედი იქ რა. და მივედი თუ არა, არც არასდროს არ მქონია იმის სურვილი და არც არასდროს მქონია იმის ფიქრი, რომ სხვაგან შემეძლო წავსულიყავ. იმიტომ რომ იცი რატო ყველაზე მთავარი რაც არის, მე შევედი თავიდანვე ქართულ ხალხურ ცეკვაზე. და დღემდე ვარ ქართული ხალხურის მოცეკვავე რა. ვისაუბროთ მაგ თემაზე. აი, მოდი გამოვარჩიოთ ხა. უდიდესები. ერისიონი და სუხიშვილი. შენ გამოვარჩიე, მე ვერავის ვერ გამოვარჩიე. არა, მე მაყურებლის პრიზმიდან ეს ნათქვამიც მაქვს და ხაზიც მაქვს გასმული, რომ რა მემართება ერისიონის კონცერტზე
თუმცა არ ვაკნინებ და მომწონს და ვაღიარებ მოცეკვავეებსაც, შესრულებასაც, უმაღლესი დონის ხალხია სუხიშვილებშიც. მაგრამ მიუხედავად ამისა, საბოლოო თლიან პროგრამას რო შეხედო, დასაწყისიდან დასასრულამდე, ეფექტიდან არ გამოყვა რისიონს რა, არც ერთ ვარიანტში. აი, ქართული ეფექტიდან, მოდი ესე დავარქვა, აი, ქართული ეფექტი, აი, ჟუანტელი არ მივლის. რა მომწონს ერისიონში, მეოდი მე ამას გეტყვი და მე ალბათ უფრო პასუხის გამომივა მაგ ყველაფერზე რა. და რატო ერისიონი მაგას გეტყვი. იცი რა არის? ბევრისგან მსმენია ის, რომ ქართულ ცეკვას ჩარჩო არ აქვს და არ უნდა კონდეს ხელოვნებას ჩარჩო. 1000% ვეთანხმები ყველას, იმიტომ რომ ხელოვნება არის ხელოვნება არის ადამიანის თვითშემოქმედება და როცა თვითშემოქმედებაზეა ლაპარაკი, იმას ჩარჩო არ უნდა კონდეს. მაგრამ რაც შეეხება ხალხურს და ქართულს, ეს უკვე ჩარჩოა. იმიტომ რომ ისტორია ჩვენთვის აქვს ნათქვამი ესეთი რამე, მე შენ არ გზღუდავ არაფერში, მე შენ თავისუფლებას არ გართმევ, რაც გინდა გააკეთე, როგორც გინდა გააკეთე, მაგრამ როცა ცეკვავ აჭარულს, იცეკვი აჭარული. როცა ცეკვავ მთიულურს, იცეკვე მთიულური, როცა ცეკვავ კინტოს, იცეკვე კინტო. აჭარულში არ იცეკვე მთიულური და მთიულურში არ იცეკვე კინტო. მიხვდი? აი ეს უკვე ჩარჩოა. უნდა კონდეს ცეკვას ჩარჩო. ქართულ ცეკვას. აი მან ზუსტად მაგას ვამბობ რა, ქართულ ცეკვას ჩარჩო, თვითშემოქმედებას არ უნდა კონდეს ჩარჩო. ანუ ნახე, კარგად მინდა ეხლა რომ გამომივიდეს რა. არო ხვდები, ანუ საკუთარ თავს შენ თვითონვე უნდა დაუწესო ჩარჩო, იმიტომ რომ არსებობს რაღაც ზღვარი, სადაც არ უნდა გადახვიდე. და ეს ზღვარი გადის ზუსტად იქ, როცა მე შენ სცენაზე მთავაზობ და ცეკვა აჭარულს, მთიულური არ უნდა მიცეკო იქ. აჭარულის ფორმით მთიულური არ უნდა მიცეკო. აჭარული უნდა მიცეკო აჭარული. მთიულურს როცა ცეკვა უნდა მიცეკო მთიულური. ყაზბეგურს როცა ცეკვა უნდა მიცეკო ყაზბეგური და ეს მთიულური და ყაზბეგური ხალხი და ერთ და იგივე გონია, მაგრამ ძალიან დიდი განსხვავებაა მათში. ხო, მაგრამ აი დავიცვამ ჩოხას სიტყვაზე. მე მოყვები, მაგაში აბსოლუტურად გეთანხმები, ბრო. ხო. ჩავიცვამ ჩოხას, ჩოხა მთელ საქართველოში, კავკასიაში გავრცელებული სამოსია და ვიტყვი რომ ცეკვა რაღაცა მაღალმთიანი აჭარის ან რაღაც სხვა ისეც. მაშინ უკვე სახელთან მივდივართ. არ უნდა დავარქვა აჭარული. არ უნდა დავარქვა. არ არსებობს მაღალმთიანი აჭარაში ვიღაც ჩაქურის გარეშე დადიოდეს. ჩაქურა როცა გაცვია, აჭარული ჩაქურა როცა გაცვია, ესე იგი აჭარულია. ეს სტანდარტები ხო საუბარს დაწესდა. აი სასცენო სტანდარტები, რომ აი მთიულური ესეთი უნდა იყოს, აუცილებლად აჭარული ესეთი უნდა იყოს. აი ეგ ნამდვილად არ ვიცი სად დაწესდა და როგორ დაწესდა, მაგრამ თლიან ანუ სასცენო დონეზე ხო ეს დაიხვეწა ეხლა. ხო, ну რა თქმა უნდა, სასცენო დონეზე სხვა არის ხა. ნახე რა არის ვერ შეადარებ შენ იმას, რა არის ეთნოკულტურიდან, სოფლებიდან წამოღებული რაღაც მოძრაობები და რა არის სასცენო კულტურა. რა ეს ორი რადიკალურად განსხვავებული რაღაც არის, იმიტომ რომ სასცენო ცოტა სხვანაირი შეფუთვა ჭირდება და სხვანაირად კლასიკურად გაკლასიკურება ჭირდება რა. შოუ უნდა დაიდგეს. ხო, აი ეს მარტო შოუზეც არ არის რა. ნახე ის ცოტა მწირი მოძრაობებია. იმ მოძრაობებს აი რაც ეთნო, ხდე იმას რაღაცა ცოტა გაკლასიკურება ჭირდება, გამრავალფეროვნება ჭირდება, მაგრამ ანუ ამ გამრავალფეროვნებით არ უნდა დაარღვიო ეს და სხვაგან არ უნდა წახვიდე. ეგეც ხო რაღაც ის არის ცოტა. მაშინ არ დაჭიმოტერფი და გააკეთე ის. რატო ჭიმოტერფს? მე გუგა კლასიკა. ისე გლეხურად. მე გუგა კლასიკა. ხო და იმაში კლასიკაც რატო შემოგაგ? მაინც ხო შეცვლილია რა. რა თქმა უნდა ვითარდება გიო. ვითარდება. თუ არ გავითარდება, ნახე. მოდი, ეხლა მაგლოგიკით, მოდი მაშინ მაგლოგიკით მივიყვეთ. არა, მე შენ მაგაში არ გეწინააღმდეგებ. ნახე. რისი თქმა მინდა უბრალოდ რა. ეხლა ეს ყველაფერი მოვიდა იქიდან რომ შევადარეთ აჭარული და მთიულური ცეკვები ერთმანეთს, ხო? ნახე, ეს განვითარება, ცუდი კი არა, განვითარება ყველაფერთვის საჭიროა. ის მოძრაობები, რა მოძრაობებიც ეხლა ტერფის გაჭიმაზე რო ლაპარაკობდი და რაღაცა იმ სიმწირეზე, ის თუ არ განვითარდა და სულ ერთი და იგივე დარჩა, ყურებადი აღარ იქნება. ის აუცილებლად უნდა განვითარდეს, მაგრამ უნდა განვითარდეს სწორი ხაზით. იდენტობა არ უნდა დაკარგო. აი, მე ვეც სწორ სიტყვამდე. მიხდი, ხო, იდენტობა არ უნდა დაკარგო. როცა შენ აჭარულის ფორმა გაცვია, იდენტობა არ უნდა დამიკარგო, აჭარული ხასიათი არ უნდა დამიკარგო.
და როცა ჩოხაგაცვია და თავზე ფაფახი გაფარია, აი ეგ იდენტობა არ უნდა დამიკარგო, მიხვდი და აი ეგ ემოცია არ უნდა დამიკარგო რა. ხო, ნაზი ხელი არ უნდა მანახო იქ რა. რო ხასიათი გადმოვა. რა თქმა უნდა, მე მაგის ახსნა მინდა, მეტი კი არაფერს. ანუ ნახე, არ შეიძლება შენ აჭარული მეცეკო და მეჩხუბო სცენაზე და თიულური მეცეკო და გამენაზო. პირიქით უნდა იყოს რა. არ შეიძლება აჭარული მეცეკო და მუხსეტრიალი გააკეთო აჭარულში რა, სიტყვაზე მაგრამ. პაესტკებზე რა ხდება? აუ, რა გაინტერესებს კონკრეტულად მითხერის. აი, ვიდივართ ევროტურში. ვიდივართ ევროტურში. როგორია ეს ევროტური სამთან? პირველ რიგში მოსამზადებელი პერიოდი არის ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან რთული. იმიტომ რომ ჩათვალე სულ ყოველდღე პრაგონი გაქვს შაბათის ჩათვლით, მუშაობს ძალიან ინტენსიურ რეჟიმში, უკვე როგორ მიდის იცი რომ ყველა მოცეკვავე ცდილობს რომ რაღაცა ახალი რამე თუ აქ თავისთვის გაკეთებული რომ უკვე ევროპის სცენაზე იქით რო გახვალ პაესკაში დატესტოს როგორ წავა რანაირად წავა ამ ყველაფრის დამუშავება მიდის მომზადება ჩოხების მოწესრიგება რა თქმა უნდა და მე უკვე რომ მიდიხარ იქით ეგ არა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა პირველ რიგში კი ის რომ ჩადიხარ და შენი ქვეყნის კულტურას აცნობს სხვა ადამიანებს რა იმიტომ რომ ჩათვალე ვინც არ იცის საერთოდ საქართველოს და ჯორჯიას რო ეუბნები შეიძლება შტატი ეგონოს ამერიკის რა მაგრამ რო ჩადიხარ და უხსნი რომ ეს ქვეყანაა და აქა და აქ მდებარეობს და ესეთი პატარა ქვეყანაა და ამხელა კულტურის მატარებელია შენით იგებს მერე და შენით იცნობს იმ ქვეყანას რა თან ახან მოსულია ცეკვა აინტერესებს და ნანახი აქვს სხვა ცეკვებიც ხო სხვა კულტურაც ნანახი აქვს და ხო ანუ არ არსებობს ესეთი ადამიანი რომ შემთხვევით მოხვედრილი იყოს რა შემთხვევით იქ ვერავინ ვერ მოხვდება ან ნანახი აქვს უკვე ან იცის ჭორის დონეზე რა ხდება და რა არის და იმის რეალურად აღქმა რაღაც აინტერესებს ნამცეცი ქვეყანა თავის უდიდესი კულტურით და ინდივიდუალიზმით აბსოლუტურად მაგარია მაგრამ ძალიან რთულია ძალიან რთული ბევრს გონია ის რომ შენო ცეკვა რა გენავლება ეგ დამოკიდებულება კიდე აი რა კლავს იცი რამდენად რთულია იცი ჩვენ კონცერტს რო სიტყვაზე კონცერტს რო ვამთავრებთ მოვდივართ ამ ხელად შემოდნებით ვიბარგებით ავტობუსში ვსხდებით და ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში მივდივართ ამ ქვეყნიდან ქვეყანაში მივდივართ ისვენებ ავტობუსში ისვენებ და გძინავს ავტობუსში მე ჩამოდიხარ გადადიხარ სხვა ქვეყანაში საღამოს 11 საათზე გასული გამთენის 5 საათზე ჩასული ჩადიხარ გადაივ მოწესრიგდები რაღაც ცოტა ხანი 1 2 3 საათი დაიძინებ და მე 3 საათზე 4 საათზე ისე მეორე ქვეყნის სცენაზე შედიხარ და იწყებ იქ კონცერტს და ესეთი ინტენსიური რეჟიმი სპორტსმენზე ნაკლები მომზადება თუ მეტი არა მოცეკვავას არ ჭირდება ქართული ცეკვის მოცეკვავას იმიტომ რომ ფიზიკურად ჯერ ერთი რომ მაგრად უნდა იყო ეგ ტრავმებიც ძალიან ბევრია რომელთან გამკლავებაც გიწევს რა გინდა არ გინდა კონცერტ თუ რაღაცა ვერ მოხერხდა უცებ ჩანაცვლება რამდენჯერ გიწევია დაზიანებულს წესით რო არ უნდა იცეკვო ეგეთ პირობებში ბევრჯერ გარდა ამისა თეატრი გაქვს დადგმული სპექტაკლი გაქვს სათამაშო გარდა ამისა ვიზუალური კოსტიუმები ყველაფერი მოწესრიგებული ლამაზად გამოწკეპილად უნდა გამოიყურებოდე შესაბამისად წინადღის ნაბახუსები არ უნდა იყო გამორიცხული გაწითლებული თავით და რაღაცა აჩქარებული გულით გამორიცხული დალევა გამორიცხული ასე რომ არ არის ეგრე ხალხო რომ რა გენავლება შენ ცეკვა დიდი შრომა ეგ გენავლება ზუსტად რა ხომ არა გიყვარს სხვანაირად არ გამოვა ი და გიწევს იმის გამო რაც გიყვარს რაღაცებზე უარი თქვა და არის რა ეგ ეროვნული საქმიანობა აქვს რომ რაღაც შენი აგურის დადება გიწევს ეგრეა მეც ცეკვის კარიერის მხრივ მე არ მქონია ეს წარმატებული კარიერა ახლა როგორც შენ მაგრამ მიუხედავად ამისა სულ რაღაცებს ვცდილობ ხოლმე რომ გავაკეთო რა აი მაგალითად ამ პროექტის წინ სანამ ადათიჯი შევქმენი დეაჩემთან ერთად განახლება G ეგეთ საიტია სადაც აფხაზეთიან დევნილების სამოჩუქრო დევნილები ხალხი ანუ იქ რეალურად ეხლა არის ნასახლარები აფხაზეთში სადაც ნიშნაც აღარ ტყე არის უბრალოდ რა ქუჩებს სახელები გადარქმეული აქვს და ასე შემდეგ შევქმნით ონლაინ რუკა ანუ განახლება საიტზე და ეს ხალხი მაცხოვრებლები ვინც იქ ცხოვრობდნენ სად სკოლა იყო სად ეკლესია იყო სად ვინც ცხოვრობდა ის ძველი ფოტოები აქვს და რაღაცები ამ წარმოიდგინე აღდგენილია მთელი ქუჩები მიუყვება რა და
იმის იმედად რომ ოდესმე დაუბრუნდებით ყველას ეცოდინება რომ სიტყვაზე აი ჩემი მეზობელი აგერ არის და ჩვენ მეზობლები ვართ ეს ჩვენი ტერიტორია სადაც აქ ცხოვრობდნენ ჩვენი აქ ეკლესია იდგა აქ სკოლაში დადიოდნენ ჩვენები აქ ეს ქუჩაზე სახელი ერქვა რომელიც იკარგება რა არქივებთან და ხო არ მუშაობს ეს და გაშვებულია უკვე კაი ხანია და მიდის მაგაზე განახლება ყოველთვის რა იმის განახლება ქვია სხვა შორის იმას რო ქვია დეჩემის სოფელს საიდანაც არის გულრიფშის რაიონი განახლებაა და მაქედან წამოვიდა რომ მე ჩემი სოფლიდან დავიწყებო აღდგენას და განახლებასო იმის რო ქვია რა ისტორიის და მაგით დავვქით განახლება G და ნუ მეორე პროექტი ახლა რაზეც ამ მომენტში მუშაობ არის ეს ადათიჯი რომელიც ამ სფეროს ემსახურება ცეკვის და ქორეოგრაფიის სფეროს და ცოტა წირო წავიდეს განვითარდეს რაღაცა მიიღოს ცოტა ესეთი ჩარჩობ თანამედროვეობა შეეხოს და კარგად შეეხოს რა ანუ ფეხი აუწყოს რაღაცებს და არ იყოს ჩამორჩენილი მოკლედ რა მაგხრივ ფიქრობ განვითარებას სფეროსი და პოპულარიზაცია თავისთავად ის რომ ქართული ცეკვა და არა მარტო ცეკვა სიმღერა და რაღაცა ჩანდეს რა რაღაც გამოდიოდეს რაღაცა ხალხმა ბევრი რამე არ იცის რა აი გინდა ახალგაზრდებმა გინდა მოქმედმა ქორეოგრაფიებმაც მოცეკვავებმაც ბევრი ინფორმაცია ვერ ვიღებთ რა საჭირო ინფორმაციას მაინც ყველა რაღაცას ცდილობს თითქოს Facebook-ზე მაინც ახლა ყველა ანსამბლს რაღაცა აქვს თავისი გვერდი მაგრამ მაინც ვერ არის რა განვითარებული მხრივ მეგონი მას ჩვენს დამეთანხმები და ეს აისახება თუნდაც იმაზე ელემენტარული რომ ხელფასი სახელმწიფო ანსამბლის თავარ იმას რო მოცეკვავეს უნდა კონდეს ბევრად მეტი ვიდრე აქვს ნებისმიერ ანსამბლში ასე ვიტყვი სახელმწიფოს მომყვები ხა შენზე და ანდის რა უნდა მოგიყვები ყვითელ პრესაში გადავიდე ძალიან საყვარლები ხართ ერთი ეგ რა გაინტერესებს მითხარი და მოგიყვები ჩუსა როდის დაიწყო საიდან ცეკვა გაქვთ მოძღვნილი ახლა და როდის დაიწყო და ინსპირირებული ხარ ცეკვაში და ახლა ესე იგი მე ახლა მე ასაფში ცეკვავდი მაშინ ან ცეკვავდა ქალბატონეკასთან ვაბრებში და მანდ რო გადაიყვანეს მე სტაჟიერებში რო გადავიდა ერთ რეპეტიციაზე ვიყავი შესული და ნუ რო დავინახე რომ ახალი გოგო იყო ვიღაც აი ყველას ვიცნობდი იმის გარდა და მეთქი ვინ არის რა უნდა და პირველი რაც შორს რო არ წავიდე პირველი რაც მომეწონა და რამაც ყველაზე მეტად მომხიბლა იყო ის რომ ცეკვავდა ძალიან მაგრად და ცეკვავს აი რავი ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ადამიანია ვისაც როცა ვუყურებ რომ ცეკვავს ცეკვა მინდება რა ხარში უნდა ამოვდგე წყვილში უნდა შეხვიდე ხო არა მართლა დედასპიცა ვარ მაგას იმიტომ არ ვამბობ რომ ან ჩემია არა იმდენად მომწონს რასაც აკეთებს რომ მანდომებს რომ აი მეც ვიცეკვა იმიტომ რომ თვითონ იღებს ამით ძალიან დიდ სიამოვნებას ნუ ცეკ რეპეტიციაზე გავისაინთ ერთმანეთი ეგ მაშინ მე ერთხელ იმაზე იყო მოსული ანსამბლის პრაგონი მქონდა და პრაგონს დაესწრო როგორც სტაჟიორების მოცეკვავე ისე და მე უკვე როცა ანსამბლში გადმოვიდა პირდაპირ დავადგი თვალი მოვკიდე ხელი და იმის მე არას გამიშვია რა და მალე ნახოთ იმედია ყველაფერი თვის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება როგორც საჭიროა ისე იქნება და ბედნიერად და კარგად ბიჭო ძალიან მომწონს და ძალიან მიხარია ცეკვა ვარსკვლავების ახალი წამოწყება და ამბავი ქართული მოცეკვავება ქართული ხალხური ცეკვის მოცეკვავები როგორც ვარსკვლავები ისე მონაწილეობენ დათოც არის კარგი ამბავია ძალიან კი შენი კაი ძმაკაცია მე როგორც ვიცი 0933 და უმესიჯით ზე პირად იცის რა თქმა უნდა კი კაი ამბავია ეგ რა იმიტომ რომ მართლა ეგეთი პატარა პროექტები პატარა რაღა პატარა პრინციპში ეგეთი პროექტებით ხდება პოპულარიზაცია ჩვენი საქმის და ჩვენი მოცეკვავეების და ძალიან კაია როცა ადამიანები ეგეთ კარგ მოცეკვავეებს იცნობენ რა და ეგეთ კარგ მოცეკვავეებს ეძლევათ შანსი ის რომ გამოიყენონ და თავისი სათქმელი და თავისი სიტყვა თქვან ძალიან კარგია ეგ მივესალმები იმიტომ რომ სადაც არ უნდა იყოს აი სადაც უფრო მეტი ქართულის ხალხურის მოცეკვავე და კაი მოცეკვავე დაკავდება და რაც უფრო ბევრი ხალხი გაიცნობს ამას
ეს ჩვენთვისაც და ზოგადად ამ სფეროსთვის უკვე ძალიან კაია რა. მაგას ჟიური მაცხაძე გაუსვა, რომ ეგეთი რამე არ მომხდარო ამ პროექტის ისტორიაში, რომ ადგილობრივი ცეკვის რაც მუსიკოლოგი ყოფილიყო და თან მაგით დაიწყო და მე კიდე ცალკე ტური ეძღვნება და ძალიან კაია, კი. უმაღლესი დონეა, ძალიან კაი. კი, კაია. კაი გადაწყვეტილება მიიღეს ნამდვილად. და მიბაძეთ პროექტებმა ტელევიზიებმა, ვისაც რაღაც ძალაუფლება გაქვთ მაგის განვითარებაში ქართული ფოლკლორის. იმიტომ რომ მაგრები ვარ თამაში და გამოგვდის კარგად. შეგვიძლია რაღაცების კეთება და მოგვეცით საშუალება რომ ვაკეთოთ. რეალურად ხო ეს მართლა ყველა სისხლში აქვს რა. გინდა არ გინდა. აი ნახეთ, მე და შენ რაზეც ვლაპარაკობთ წეგან. წეგან რომ ვახსენე ის, რომ აი სხვას ვერავის ვერ შეუძლია მეთქი რომ ეს ქართული იცეკოს თქო რა. აგერ ეგ პროექტი არ არის მაგის თვალსაჩინო მაგალითი. შენ როცა ქართულს ხალხურის მოსეკვავე ხარ, ძალიან ჩვეულებრივად შეგიძლია რომ ის ყველაფერი იცეკო. დანარჩენი. მაგრამ ქართულ ხალხურ ცეკვას ვენაცვალე ყველა ძალიან მაგრა იცაყვას ყველა მე ქართულ ტურში, აი რავი, ეგრე მე მგონი არასდროს არავის არ უცეკვია, მაგრამ აი იმ ქართულს მაინც თავისი სხვა რაღაცა ჟინი აქვს რა. და კონდეს იმაზე ნავარჯიშები. ო, აი ის გულიდან თუ არ მოგდის, განსაკუთრებით გასმაზე. ხო, ნუ არა მარტო. გასმა ხო ის არის, გამორჩეული ამბობ. აი ყველას რომ მარტივი გონია. ქართულის ცეკვა გონია, ყველას ყველაზე მარტივი, არა და აი ყველაზე რთულისაც ცეკვია. სამი მოძრაობა ასუ, რომელსაც აი ეგ რატო იცი, ეფექტი ეხა იქ ხმლებით ერთმანეთს ჩეხავს ხალხი ნაპირწყლებს ყრის და აქეთ ფრინავენ და მუხლები და რაღაცები ამ. იმიტომ რომ ის არის რა. ტრიუმფებია სერიოზული და უცებ ქოქოსთან ეს რაღაც რა. იქ შეგიძლია რაღაცები მოიპარა და იქ ვერ მოიპარა ვერაფერს. მე ზოგადად ამოსუნთქვაც გეტყობა. დაიგე. შენ საყოველთაო რომელი? ქართული. ქართული. ხო, მაგრამ შენ არასრულად ცეკვა ქართულს. ხო, მე არ ვასრულებ ცეკვა ქართულს. მაგრამ ჩემთვის ეგ არის, აი როგორც სოფლიოს მერვე საოცრება, ეგეთი რამეა ჩემთვის რა, როგორც მრავალჟამიერია, ეგრე არის ჩემთვის ცეკვა ქართული. არა, შინაარსობრიოდაც და ყველა შესრულებითაც და რაღაცა. აი აბსოლუტურად დაწყებული თავიდან ბოლომდე ცეკვა ქართული არის სოფლიოს მერვე საოცრება. ნინო რამიშვილის სამაქ მოგონი მოსმენელი ადრე ინტერვიუ რომ აი ყველაფერი შეგიძლია შეეხო, მაგრამ ცეკვა ქართულს არ შეეხო და არასდროს. ეგეთი უნდა იყოს. აი ეგ იმდენად უნიკალური რამაა, მაგას არასდროს არავინ არ უნდა შეეხოს. მაგაზე შეხება ჩემი აზრით უნდა ისჯებოდეს. ისე მანდ რომ მივიდეთ, წერან ვლაპარაკობდით ჩვენ სანამ დავიწყებდით ჩაწერას, რომ მე მინდოდა რომ მე სწავლებინა ბავშვებისთვისო ცეკვაო. თუმცა ვერ ვნახეო ადგილიო, სადაც შემეძლო ეგეთი პერიოდიც იყო, კი. რაც შეეხება მაგ ამბავს. დღეს რო ყველა სკოლაში დღეს, ხო, აი დღეს სადაც არ უნდა მიხვიდე. ყველა სკოლაში არის თითო და 2 და 3 სტუდიები გახსნილი ცეკვის. ან ამდენი ქორეოგრაფი საიდან ყავს არ ვიცი. ან ხო, არ ვიცი მართლა, იმიტომ რომ ბევრი ბავშვები მინახავს ბავშვთა ანსამბლები, ბევრი ძალიან მაგარი ბავშვთა ანსამბლები მინახავს, რავი, შემიძლია ჩამოვთვალო ეხა ვიღაცები, მაგრამ ავადროულად ბევრი ძალიან ისეთი ანსამბლები მინახავს, სადაც უბრალოდ თვალი დამიხუჭია, რომ არ მეყურებინა რა. არ შეიძლება, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, რომ არ შეიძლება მოყვარულები ასწავლიდნენ ბავშვებს ცეკვას. არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს იმდენად ფაქისი სფეროა. თუ ამ სფეროში შენ რაღაც ან განათლება არ გაქვს მიღებული, ან პრაქტიკა არ გაქვს და არ უბრალოდ მომავალთაობას ღუპავ რა. და ეს მე არის როგორი სიტუაცია, იცი? აი, ცუდად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ მე ჩვენ წვალობთ. სახელმწიფო ანსამბლში რომ მოდის მე მოცეკვავე, რომელიც ვიღაც მოყვარულთან არის გაზრდილი, მაგრამ რო შეხედავ ძალიან კაი მონაცემი აქვს ამ ბავშვს, მიხვდი? ძალიან კაი მოცეკვავე შეუძლია რომ იყოს, მაგარი მონაცემი აქვს, მაგრამ უბრალოდ სუდათაა ნასწავლი.
დროც დაკარგული აქვს და ანუ უბრალოდ რაღაცები არ იცის. სუდად ნაწრთობი ფოლადი ვიყო. ხო, რა, მე გიწევს რომ ეს ყველაფერი შენ თავიდან უნდა იმასქნა რა, თავიდან უნდა ასწავლოს არ დავარქმევთ. ხო, აი თავიდან უნდა გადაადნო და თავიდან უნდა გამოჭედო რა. არ შეიძლება აი მაგალითად ეხა გეტყვი რა, ელემენტარული ბავშვის ცეკვაზე როცა მიიყავს, სწავლობ სამდაკვრას და ქართულის დავლას. სიტყვაზე ვლაპარაკ, ხო, ორი ელემენტარული მოძრაობა, რაც მართლა ყოველდღე თავი უნდა დააკლა მაგას, რომ აი ყოველდღე საკეთებელი რაც არის რა, სამდაკვრა და ქართულის დავლა. ნაბიჯი ცერი მიცურება. ანუ ეს რო არიცი და მოდიხარ და ტრიალდოაინოებს მიკეთებ იქ და რაღაცებს მიკეთებ. 8 წელი დავდიოდი ცეკვაზე. ხო, ბევრი მინახავს ეგეთი. მოდი რა ჯერ ეს იცოდე. იმიტომ რომ ეს არის საწყისი ყველაფრის. რა არიცი? სოლო პარტიაზე ბევრად რთული საცეკვია მასა. კი. ბევრად რთული საცეკვია მასა. ჯერ მასას უნდა ცეკვავდე მაგრად, ხო, ჯერ მასას უნდა ცეკვავდე მაგრად და მერე უნდა კონდეს იმის პრეტენზია, რომ სოლისტი გახდა. გაისტყოდი. ამოჭრად. ეგრეა. ნახე, ბიჭოს ტრიუკების ძალიან ისეთი ამბავია რა, ჩემი აზრით. ყველამ არ უნდა ასწავლოს, იმიტომ რომ სერიოზული ტრავმა შეიძლება აკიდოს. ბიჭო, აბა რა, არ იცის როგორ აბა რა, გამოუცდელია ადამიანი, გამოუცდელი ქორეოგრაფი რო ბავშვს ხა მუხლებზე დაცემას ასწავლი, როცა შენ არასდროს არ გაგიკეთებია. ფუჭებ. კარიერას უნგრევ ბავშვს. ეგ არ შეიძლება. ხო რა, მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ისეთი, რომელსაც თავისი ანსამბლები აქვს და თვითონ რო არასდროს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იცის, როგორ კეთდება და რა კეთდება, მაგრამ ეს ტრიუკაჩი თვითონ არასდროს არ ყოფილა. ბევრჯერ ყოფილა, რომ ჩვენი ანსამბლიდან ბიჭები, ვინც ტრიუკაჩები არიან და მაგარი მოცეკვავები არიან, დაურეკია და მიუყვანია და მასტერკლასები ჩაუტარებია ბავშვებისთვის, იმიტომ რომ სწორად ესწავლებინათ ბავშვებისთვის ის როგორ სად უნდა დაცემულიყო და რა უნდა გაეკეთებინა. და თვითონ არ აქვს საკმარისი გამოსხივება, მაგრამ ურჩევნია რომ არ ასწავლოს. რა თქმა უნდა. ეგ ყველაზე დიდი შეცდომა, იმიტომ რომ ბავშვს ღუპავ მაგით. ისე რომ შეიძლება ვერც შენ თვითონ ვერ იაზრებდე და ბავშვი ხო საერთოდ ვერ იაზრებს მაგას. იმას, რასაც შენ ეუბნები, ის გონია სწორი. ხო, იმას ბავშვს, რასაც ეუბნები შენ მასწავლებელი, ის გონია მართალი. ხო. ის გინდა უმტკიცოს ის არის მართალი. ხო, ან ნახე რა არის, მანდ მე ცოტა ზღვარი სხვა რაღაცებზე გადის რა. შენ როცა ქორეოგრაფი ხარ, მარტო ფულის შოვნაზე არ უნდა იყო გადასული. აბსოლუტურად ეთანხმება. ხო, შენ მე ფული ვიშოვო და იმ ბავშვს, რასაც მინდა იმას ჩავასმევ და რასაც მინდა იმას ვასწავლი და სცენაზე გავიყვან მარტო იმიტომ, რომ იმან ბილეთის ფული დადოს იმის მამშობელმა, ეგრე არ არის, ეგრე არ შეიძლება. მაგრამ სამწუხაროდ ბევრს ხედავთ ეგეც და ხო, ნუ დასიზა. თან ნახე, ცეკვასაც ეტყობა რა. ყველაფერს სჭირდება კონტროლი რა. ატარა ბავშვი რომ შესრულების დონით ბევრად უკან იქნება ხა სიტყვაზე, ვიდრე გამოცვლილი პროფესიონალი მუსიკოსი, ხა ცხადია. რა თქმა უნდა. მაგრამ რაც გინდა შესრულება სუსტი იყოს, გინდა არ გინდა რომ უყურე პროფესიონალი თვალით აფასებ, ცეკვის შინაარს, ნახას, მოძრაობას, ანუ ეს ხო აღიქვავ რა. და როცა მანდაცი სუსტია, ან ეტყობა ის რომ აი ფულის საკეთებელ მანქანად უბრალოდ ჩეტენილია ზედმეტი რაოდენობის ბავშვები, სადაც არ უნდა იყოს. იცი რა არის? ნახაზი გაფუჭებულია და უბრალოდ ხაზებზე გამოსვლა და გაცვლა მე ერთმანეთს ხო სუსტი ნახაზი როცა ნახე ეს ხო ჩანს რა. თავარი რა არის, ცი, როცა ბავშვთა ანსამბლი ყავს. თავარი ის კი არ არის შენ იმას რა სირთულის მოძრაობებს აცეკვებ. საერთოდ არ არის აუცილებელი რომ 12 წლის ბავშვმა მეძე გამოვიდეს და ძალიან რთული მოძრაობები მიცეკოს იქ. იმან ჯერ ის მარტივები თუ არის სწავლა, ისე იმ რთულამდე ვერ მივა. იმ რთულამდე მისასვლელი გზა ხო უნდა გაიაროს. ხაზის გასწორება თუ არ შეუძლია. ხაზის გასწორება თუ არ შეუძლია და სამდაკვრა თუ არ შეუძლია, ის ვერასდროს ვერ მივა იქამდე რა. ერთ წერზე თუ კარგად ვერ იწევა. ხო, დამთავრებული ამბავია, მე ხვდი. ჯერ მაგითი დაიწყე მუშაობა, რომ ერთ წერზე აწევა ასწავლე ბავშვს და მერე გამოიყვანე და მერე აცეკვე ის ტეხილი, 8 წლის ბავშვი რო გამოყავს და 7 წლის ბავშვი რო გამოყავს და ტეხილს რო აცეკვებ და მუხლებზე ატრიალებ იქ. რატო? ნუ არ შეიძლება. ხო, არ შეიძლება აფუჭებ, ხო? იმის შესაბამისი ასწავლე, იმის შესაბამისი აცეკვე, რაც მის ასაკს მოეთხოვება და რაც მას მოეთხოვება თვითონ. ის აუცილებლად გაიზრდება, მე ნელ-ნელა ნასწავლი უფრო განვითარდება,
ვიდრე ეხლა მართლა 9-10 წლის ბავშვს რომ მუხლებზე დაცემას ასწავლი და ყოველ რეპეტიციაზე იმას გააკეთე მუხლებზე დოინოის გააკეთებინებ, ხო? იმას 13 და 14 წელს ასაკში უკვე კარიერა აღარ ექნება. ასე რომ არ ტეხავს როცა რამე არ იცი ჯობია არ გააკეთებინო, რა თქმა უნდა, გააფუჭო. რა თქმა უნდა. ანუ იყვანა ეს იმ ხრივ პროფესიონალური. ეგეც ლოგიკურია რომ ყველა მოცეკვავე ხა უნივერსალური მოცეკვავე როგორც ეგეთი ძალიან იშვიათობა ამბავია ხა. ზოგი იმაშია მაგარი, ზოგი იმაშია. მე ცხოვრებაში მუხზე არ დავცემულვარ. მე როგორ შეიძლება ხა გამოვიდეს და ბავშვს ვასწავლო მუხზე დაცემა როგორ უნდა. ვერ ვასწავლი, იმიტომ რომ არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ ბექგრაუნდი შეგიძლია გამოიყენო, რომ მე რისიონის ხო, ვიცი, ანუ იდეაში ვიცი როგორ მაგისმეს რას უყურებ. ხო. ანუ ვიცი იდეაში როგორ უნდა, მაგრამ პრაქტიკაში არ ვიცი. თავზე არ გამოგიცდი. ხო, მე ვერ ავიღებ იმის პასუხისმგებლობას, რომ მე დავждდე და ვიღაცას ტრიალ დაცემა ვასწავლო, თქვა. მირჩევნია დაურეკო ჩვენ მეგობრებს, ვინც ამაში ძალიან პროფესიონალები არიან და დამეხმაროს და 3 რეპეტიცია, 4 რეპეტიცია იქნება თუ 1 კვირა იქნება თუ რამდენიც საჭირო იქნება, მიუძღვნა იმისთვის, რომ ბავშვებმა ეს ყველაფერი კარგად გაიაზრონ და გაითავისონ. შენ გააქვს ისე მაგის ხა ბექგრაუნდი სანაცნობო სამეგობრო, რომ ეგ გააკეთო რომ მოიყვანო. თუ ხდება ხოლმე რომ აი მაგალითად მიუწევი ხართ მასტერკლასებზე ესე საბავშვო ანსამბლებში რა, თანხის სანაცვლოდ ცხადიან რაღაც სანაცვლო თუნდაც ისე. ბიჭო, ნახე როგორი სიტუაცია, ეხლა ესე თანხის სანაცვლოდ არავის არსად არასდროს არ მიუწევი ვარ რა. ჩვენთან როგორც ხდება ხოლმე სიტყვაზე ეხლა თუ ჩვენი მეგობრის ანსამბლია და ჭირდება რომ აი ვთქვათ აი შორს რა წავიდა აი ქალაი მაგალითად რა ქალაის სწავლა ჭირდებათ ბავშვებს დამირაკავს მეტყვის რომ აი მოდი გთხოვ გეხვეწები დამეხმარე ბავშვებს ვასწავლოთ რა აი მაგას ეგ სამეგობრო სიტუაციაში ხო მაგრამ ესე უცხოსთან არასდროს არ მქონია მაგის შეხება და მაგის რა მე პირადად ისე როგორ თვლი უნდა იყოს თუ არა ბიჭო არ ვიცი რა ეს თვითონ უკვე კიდე ახალი რაღაცა რო დავნერგოთ ეგ არის თვითონ ქორეოგრაფსი ალბათ დამოკიდებული რა ძალიან მაგარი იქნება თუ იქნება მეც აგრო ვფიქრობ რომ აი მოქმედი მოცეკვავეები რომლებიც ასრულებენ რაღაცებს და ანუ ის თვალნათლივ არის რომ მართლა კარგად ასრულებენ თუ გინდა იგივე ტრიუკებზე რო ვისაუბროთ ან რა ვიცი მე ქართულიან რა მნიშვნელობა აქვს ხო რაღაც კონკრეტულ რაღაცას როცა კარგად ასრულებს სიმდის ცეკვავს რაღაც ხოთები რომ მოიწვიო რა როცა არ არის ურიგო იდეა ძალიან კაი იდეა ეხა ეგ რასაც შენამბობ იმიტომ რომ პირველ რიგში მოცეკვავე იგზნობს დაფასებულად თავს რომ რაღაცა გაუკეთებია ესე იგი ხო ვიღაცა თუ დაინტერესა და რაღაცა მასტერკლასად არის და მეორე ის რომ ბავშვებისთვის არის ეგ ძალიან დიდი мотиваცია მე რა ზავკვირდი ამ სფეროში ძირითადად რაღაცები შიშები აქვთ ხოლმე რა ალბათ როგორც ყველა სფეროში პრინციპში მაგრამ აქაც ну რაღაცებს თამამად ლაპარაკო მაგრამ ხო მაგისტვის ხარო თამამად უნდა ილაპარაკო შენ ეხა აქ თუ ისე რაღაცა ჩარჩოებში მოიქეცი და რაღაცები რისი ლაპარაკის გინდა არის ლაპარაკი შენ არ გამოგივა ის რაც გინდა რომ გამოგივა ნახე როგორი დონის მაგალითად აი ხა მე რომ მოვიყვანო სიტყვაზე გიორგი ნოზაძე ერისიონიდან მე ჩემ ბავშვს ერისიონში არ მოუნდეს წასვლა ბიჭო ამ დროს უნდა წავიდეს ეგ უნდა გინდოდეს ხო ეგ უნდა გინდოდეს რომ შენი გაზრდილი მოცეკვავე წავიდეს ხო ის მთელი ბავშვები რომ მოყავს იქ და რაღაცა აჩვენებს პრაგონებს თემებს დაასწრო ხოლმე და რაღაცები და თვითონ ეუბნება რომ აბა შენ უკვე დროა რომ შეგიძლია უკვე და გააქვს პოტენციალი და მოდი განავითარდი იქით წადი რა თქმა უნდა გიო ეტაპია უკვე რა თქმა უნდა გიო ეგ ყველაფერი ჩემ თავზე გავიარე აქ სათქო ჩერდები რა და იმის ვეღარ გაძლევს საშუალებას რომ განვითარდე და გჭირდება კი აი ზუსტად მან მივიდივართ ისე ფული შოვნაზეა მან ლაპარაკი არა მარტო ფული შოვნა ხო რომ აი მე მაგარი ვიყო და იმითი კიდე ვიღაცა სხვა ბავშვები მოვიზიდო ეგრე არ არის აი ეგ ყველაფერი ჩემ თავზე მაქვს გადავლილი რა მე გითხარი წეგან თავიდანვე რომ ვაჟა კუპატაძე მასწავლა ცეკვა მე მაგან მიმიყვანა ერისიონში ეს ხელი მომკიდა და მიმიყვანა და დღემდე ენაცვალოს ჩემი თავი მაგაც ეგ შენ უნდა გინდოდეს ეხლა ჩემთვის მაგალითად რა მე რომ ბავშვები მყავდეს და ჩემი გაზრდილი მოცეკვავე რომ წავიდეს და ან სუხიშვილში იცეკოს ან ერისიონში იცეკოს ან რუსთავში იცეკოს ამაზე დიდი სიამაყე ჩემთვის რა იქნება არაფერი რას ქვია არ უშვებ პირიქით გზა გაუყვალე გაუშვი იქ მაგისტვის არ ხარ გაუმართე და ყოველთვის გეყოლება მადლიერი როგორც შენ ხარ მაგალითად შენი ავზდელის მადლიერი ხო რა თქმა უნდა შენი ავზდელი იქნება შენი მადლიერი
ეს ეკნან და გოლში დამიდია. მაგამ ვაშტა სპორტის მიმართულებითაც ვემთხოვით, ხო? გეყოლება ხა ირგვლივ ისტორია იმას მე მწვრთნელმა არ გამიშვა თორე. ხო. მაგარი ვიყავი. ხო, არიან რა მართლა ეგეთი ადამიანები, რომ მართლა კარგად თამაშობდა თავის დროზე, მაგრამ ხო, მწვრთნელმა არ გაუშვა, იმიტომ რომ ის 30 ლარი მოაკლდებოდა. და მე შეჯიბრებებზე სხვა სკოლას ვეღარ მოვგებდა. ხო, ანუ ეგეც მესმის რა, იმიტომ რომ გინდა შენს როცა ამდენს შრომობ და ამდენს რო წვალობ და შენი ანსამბლი ყავს. გინდა რომ მაგარი ყავდეს და შენგან რომ მაგარი მოცეკვავე მიდის, მე შენთვისაც გულდასაწყვეტია მიხვდი, იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე შეიძლება ისი ფიქრო რომ ანუ ვიშრომე და ვიწვალე და ეხლა წავიდა, მაგრამ გარდაუვალი ეს ხო საპირწონეა იმის რომ იმ ბავშვის მომავალი დგება რა. ანუ ეგ ისევაც გარდაუვალი პროცესია, მაინც წავა. მაინც წავა. ყველა ვარიანტში წავა. სულ შენთან ხო არ იქნება. რაღაცის იქით ვეღარ აძლევ განვითარების საშუალებას. ანუ ვეღარ აძლევ იმიტომ კი არა რომ შეიძლება ან არ გინდა ან რაღაც. არა გაქვს მეტი საშუალება ფიზიკურად. ხო, მეტი რესურსი არ გაქვს რა, მაშინ უკვე შენს უნდა სახელმწიფო ანსამბლი უნდა გახდე. ან დიდი ანსამბლი უნდა გახდე. ბავშვთა ანსამბლი თუ ხარ ვიყავი ბავშვთა ანსამბლი და თუ გინდა რომ დიდების ანსამბლი გქონდეს, მაშინ გააკეთე დიდების ანსამბლი. ეგ შენ თვითონ გააზრებული უნდა გქონდეს. ხო და თუ ვეღარ ანვითარებ, მაშინ ჯობია რომ შენ თვითონ დააყენო გზაზე და შენ იყო ამ პროცესის მონაწილე და შენ ცხარობდი ამით. აბა რა. და არა ის რომ მე რაც შემეძლო დიდხან შევინარჩუნო და მე თვითონ წავიდა და პირიქით ნაწყენები იყო ერთმანეთში. შენი გაზრდილი მოცეკვავით რომ ამაყობ და ფილარმონიაში დიდ სცენაზე უყურებ. ამაზე მაგარი რა. ნუ შენ ნაშრომს უყურებ პირდაპირ სცენაზე. შენი ნაწრთობი ხარ. ხო რა, აი როგორ იცვეთება დიდომში. რაც ქვია საქართველოს სახელის წარდგენა სოფლიოს წინაშე. ნამდვილად ეგ. წავიყვანოთ ბოლოსკენ მგონი. შენ როგორც გაგიხარდება რამე თემა თუ გაქვს, ყველაფერზე გელაპარაკები, გამოუშვი. არა, მაგრამ ისე ამ შენთან საუბრით. მეც. მომეწონა კაი მოსაუბრე ხარ, ისედაც ვიცოდი რა. მიხარია რომ შედგა ჩვენი შენ გაიხარე. მიუხედავად შენი დატვირთული გრაფიკისა და ჩემიც არანაკლები, მაგრამ გადავეკვეთეთ ერთმანეთს და მოვახციეთ. თან დიდი მადლობა. პირიქით მადლობა შენ რომ ამითი დაინტერესდი და ეს ყველაფერი გაინტერესებს რა და გინდა რომ აი ყარატფეხზე იდგეს ეს პროფესია რა. გავუწყე. ნამდვილად არ გაჩერდე და მინდა ძალიან დიდი წარმატებები გისურვო და მინდა რომ აი ეგ ენერგია სუქონდეს იმის რომ აი ეს ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე აკეთო რა. მადლობა ძალიან დიდი. კაი კაცი ხარ. შენ კიდე წარმატებები. შენ გაიხარ. მალე ოჯახის სამყაროში და კიდე ბევრი ცეკვა გვენახავს თქვენი საოცარი ისტორიის ინსპირირებული. იმედი გვაქვს. შენ გაიხარ, კაი კაცი ხარ კი. ჯაბაასის მეორე ეპიზოდი დაიხურა. და ხურლად გამიცხადები.